იცით, ხშირად ვფიქრობთ, რომ უდიდეს იმპერიებს გარედან მოსული მტრები ანგრევენ. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ საუკუნეების მანძილზე ნაშენების სამეფო ჩვეულებრივმა ოჯახურმა დაპირისპირებამ შეიწირა? ეს ამბავი სწორედ იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე დიდი საფრთხე არა გარედან, არამედ შიქრიდან მოდიოდეს. აბა, დაფიქრდით, რა არის სამეფოს დასანგრევად ყველაზე სწრაფი გზა? ალბათ პირველი, რაც თავში მოგდით, უზარმაზარი ჯარია, რომელიც საზღვრებს გადმოლახავს, ხო მართალია? მაგრამ რა მოხდება თუ კი ნამდვილი შხამი, თავარი საფრთხე სინამდვილეში სასახლის კედლებში იმალება? ხო და სწორედ ამაშია საქმე. დაივიწყეთ შემოსევები და კატასტროფები. ყველაფერს ცulis, კარგი, ძველმოდური ოჯახური შუღლი. ისტორია თითქოს გამუდმებით ერთსა და იმავეს გვიყვირის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მტკიცე აშენით ციხესიმაგრის კედლები, თუ ბრძოლა შიგნით მიდის. როცა ძმა ძმის წინააღმდეგ მიდის გვირგვინისთვის. მოკლედ, კარგი არაფერი მოხდება. საიდან ვიცით ეს ყველაფერი? ეს ამბავი რეალურ ისტორიულ წყაროს ეფუძნება. ტექსტს, რომელიც ღრმად აანალიზებს მე-15 საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ და სხვათა შორის რელიგიურ ცვლილებებსაც. მოდით ასე ვთქვათ, გადავშალოთ ეს წყარო და ვნახოთ, რას გვიყვება ამ მართლაც დრამატული პერიოდის შესახებ. კარგი, მაგრამ სანამ დაშლამდე მივალთ, მოდით სცენა მოვამზადოთ. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა დაიკარგა, უნდა ვიცოდეთ, როგორი იყო საქართველო მთელი ამ დრამის დაწყებამდე და მე-15 საუკუნის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობთ ერთიან ძლიერ ცენტრალიზებულ სამეფოზე, ნამდვილ ძალაზე, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ. ეს იყო მეფე ალექსანდრე პირველის მმართველობის ხანა. გარკვეული დროის განმავლობაში საქართველო იყო ერთიანი, მყარი, ძლიერი სახელმწიფო. იცით, ეს იყო სტაბილურობის პერიოდი. მაგრამ, როგორც ყველამ ვიცით, ისტორიაში ასეთი ტყნარი პერიოდები ხშირად უბრალოდ სიჩუმეა უზარმაზარი ქალიშხლის წინ. და აი, აქედან იწყება ყველაფერი. კლასიკური ისტორია სინამდვილეში. ძლიერი მეფე კვდება და უცებ კარი ფართო დეღება ქაოსს, ტახტისთვის გამართულ სასტიკ დაუნდობელ ბრძოლას. მოდით, ქრონოლოგიას მივყვეთ, რომ ყველაფერი ნაცელი იყოს. 1452 წელს მეფე ალექსანდრე პირველი გარდაიცვალა და აღწე მისი უფროსი ვაჟი ვახტანგ მე-4-ადის. თითქოს ყველაფერი მარტივია, არა? მაგრამ ის მხოლოდ 4 წელი მეფობს. შემდეგ 1456 წელს დაღწ მისი როდსიდლი ძმა გიორგი მერვე იკავებს. და აი, სწორედ ეს არის მომენტი, როცა სამეფოს საძირკველში პირველი სერიოზული ბზარი ჩნდება. რასთან გვაქვს აქ საქმე? ეს არის კლასიკური მემკვიდრეობის კრიზისი. ძირითადად ეს ის პოლიტიკური არეულობა, რომელიც იწყება, როცა მმართველი კვდება და არ არსებობს ცხადი უდავო მემკვიდრე. ეს გავს ძალაუფლების ვაკუუმს და ხომ იცით, რას ამბობენ ვაკუუმზე. ყველა, ვისაც ცოტაოდენი ამბიცია მაინც აქვს, მის ამოსავსებად მიიჩკარის. საქართველოს შემთხვევაში ეს კრიზისი ძმებს შორის სრულ მასშტაბიან ომში გადაიზარდა. და ეს მიგვიყვანს მთავარ მოვლენამდე. უკან დასახევი გზა რო აღარ არსებობს. ისტორიული წყარო, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ამაზე საკმაოდ გარკვევით საუბრობს. სწორედ გიორგი მერვის მმართველობის დროს ერთიანი საქართველოს იდეა უბრალოდ დაიმსხვრა, დაიშალა. და რა დარჩა მის ადგილას? უამრავი პატარა, ერთმანეთთან მოკიშპე სამეფო სამთავრო. მოდით, ეს შედარება მართლა მთელ ამბავს მოგვითხრობს, არა? უბრალოდ შეხედეთ მანამდე და შემდეგ. შენ ერთი ძლიერი ერთიანი სახელმწიფოდან გადადიხარ დაქუცმაცებულ არეულობამდე, სადაც პატარა სამთავროები ერთმანეთს ებრძვიან. ეს სრული პოლიტიკური კოლაფსია. და სინამდვილეში, ყველაფერი ამ უბრალო სასტიკ მათემატიკამდე დადის. ერთი გახდა მრავალი. ერთი თლიანი სამეფო დანაწევრდა უამრავ მებრძოლ ნაწილად. ეს იყო ამ ტრაგედიის მთავარი რეალური შედეგი. და ამ ოჯახური დაპირისპირების შედეგები არ იყო რაღაც დროებითი პრობლემა. არა, ამ დაშლის შედეგები საუკუნეების განმავლობაში იგრძნობოდა. ეს არ იყო უბრალოდ ტახტზე მმართველის შეცვლა, ამან ფუნდამენტალურად შეცვალა მთელი ერის მომავალი. როგორი იყო ეს დანაწევრებული მომავალი? აბა, დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკური ერთობა უბრალოდ გაქრა საუკუნეებით. ამ დაყოფამ ასევე კარი გაუღო უზარმაზარ კულტურულ ძვრებს. თავად წყაროც კი მიუთითებს დიდ რელიგიურ ცვლილებებზე მომდევნო წლებში. და ალბათ ყველაზე კრიტიკული ისაა, რომ ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლითაა დაკავებული, იოლის სამიზნე არა. ამ შიდა სისუსტემ ფაქტობრივად ღია მოსაწყვევი გაუგზავნა გარეშე მტრებს. ასე რომ, როცა ყველაფერს ერთად შევკრებთ, რა არის მთავარი გაკვეთილი? ბრძოლამ გვირგვინისთვის საბოლოოდ თავად სამეფო დააზარალა.
და ეს ამბავი გვიტოვებს ერთ საკმაოდ მძიმე კითხვას, რომელიც ბევრად ცდება მე-15 საუკუნის საქართველოს, არა? რომელ მომენტში ხდება ბრძოლა პრიზისთვის, თავად პრიზზე უფრო ძვირი? როდის გაიძულებს ძალაუფლების წყურვილი დაწვა სწორედ ის, რის მართვასაც ცდილობ?